ეს ადამიანი ბევრს ეცნობა. ის ხომ ყველაზე ცნობად და სასურველ კუპიურაზეა გამოსახული. ეს ბენჯამინ ფრანკლინია, ამერიკისა და მსოფლიო ისტორიის გამორჩეული ფიგურა. ბევრს ამერიკის პრეზიდენტი ჰგონია, სამწუხაროდ ესი არ არის. ის ერთ-ერთია, ვისაც ამერიკის დამფუძნებელ მამებს უწოდებენ. ბენჯამინი დაიბადა 1706 წელს, როცა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების თანამედროვე გაგებას ეყრებოდა საფუძველი. მას ჰყავდა 16 და-ძმა. ოჯახს საკმაოდ უჭირდა, ამიტომ მამამისმა საპნისა და სანთლების წარმოება დაიწყო. ცხადია, ბავშვებიც მამას ეხმარებოდნენ. მშობლებს სურდათ ბენჯამინი სასულიერო პირი გამხდარიყო. ამიტომ ის ფასიან გიმნაზიაში მიიყვანეს, სადაც გეომეტრიას, გრამატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას სწავლობდა. მისი და-ძმები კი ჩვეულებრივ სკოლაში იყვნენ, სადაც წერა, კითხვას და თვლას ასწავლიდნენ. მალე გიმნაზიის ფულიც ვერ გადაიხადეს და ბენჯამინი გადაიყვანეს და-ძმებთან ჩვეულებრივ სკოლაში. და 10 წლის ასაკში საერთოდ სკოლიდანაც წამოვიდა, რომ სრულ განაკვეთზე ემუშავა. 12 წლის თავის ძმასთან სტამბაში დაიწყო მუშაობა, 15 წლის უკვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჟურნალს კითხულობდა. თვითონაც დაიწყო წერა სტატიებს თავის ძმის გაზეთში აქვეყნებდა. შემდეგ კი მისი ძმა დაიჭირეს ოპოზიციური აზრის ჩახშობის მიზნით. ბენმა დატოვა მშობლიური ბოსტონი და ნიუ-იორკში გადავიდა სტამბაში სამუშაოდ, სადაც სამუშაო არ დახვდა. სტამბის შეფმა თავის ძმასთან ფილადელფიაში გაუშვა, სადაც ბენჯამინი საბოლოოდ დაფუძნდა. ის ნამდვილი self-made ადამიანი იყო, რომელიც მუდმივად მუშაობდა. ამიტომ მალევე დააფუძნა თავისი გამომცემლობა. ის ბეჭდავდა და ავრცელებდა მარტივ ლიტერატურას, ხუმრობებს, ანდაზებს და თან აყოლებდა დასაფიქრებელ კრიტიკულ ტექსტებს. ფრანკლინს უყვარდა ადამიანებთან საუბარი პოლიტიკაზე, რელიგიაზე, მორალზე. ამიტომ მალევე შექმნა მეგობართა წრე, რომელსაც კეთილი ნების კლუბი დაარქვა. ისინი ყოველ პარასკევს საღამოს იკრიბებოდნენ და მას ფრანკლინი 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ასე ნელ-ნელა ფრანკლინი პენსილვანიაში გამოჩენილი ადამიანი გახდა. როდესაც რაიმეს მოგვარება უნდოდათ, ამბობდნენ go to Franklin. მაგალითად, პენსილვანიაში სახლები ხით იყო აშენებული და ცეცხლი ხშირად ეკიდებოდა. ამიტომ მან შექმნა პირველი სახანძრო რაზმი. მისი დაფუძნებულია ქალაქში ღამის განათებები, ასევე ღამის მორიგეობა დანაშაულის შემცირების მიზნით. 42 წლის ასაკში მეგობრების თხოვნით პოლიტიკაში ჩაერთო. ეს იყო რთული დრო. მაშინ ამერიკის მიწაზე 13 ბრიტანული კოლონია იყო. ბენჯამინს ამ კოლონიების გაერთიანება სურდა, რამდენჯერმე მოუწია ლონდონში გამგზავრებად, სადაც საკუთარი ხალხის ინტერესებს იცავდა. როდესაც ბრიტანეთმა კოლონიებს ახალი გადასახადი დაუწესა, ამას კოლონიებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ფრანკლინმა დიპლომატიის გზით მოახერხა გადასახადი გაეუქმებინა და სიტუაცია ჩაწყნა. შემდეგ ბრიტანელებმა კოლონიებში შეტანილ პროდუქციაზე ბაჟი გაზარდეს, რასაც ბრიტანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ აჯანყება მოჰყვა. დაიღუპა 5 ადამიანი. საყოველთაო აჯანყების თავიდანაცილების მიზნით ინგლისის მთავრობამ ბოსტონში მომხდარი საკუთარ ჯარისკაცებს დააბრალა. ბრიტანეთსა და კოლონიებს შორის სიტუაცია იძაბებოდა. მალე ნებისმიერი პატარა დაპირისპირება შეიძლება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადაზრდილიყო. ბენჯამინ ფრანკლინიც ამერიკაში დაბრუნდა. დაბრუნებიდან 5 დღეში 70 წლის კაცი პენსილვანიის წარმომადგენლად აირჩიეს. მართლაც მალევე 1775 წელს ბოსტონში სროლა ატყდა. ეს უკვე რევოლუციური ცეცხლი იყო. შედეგად მოკლული ან დაჭრილი იყო 400-მდე ინგლისელი ჯარისკაცი. რადგან ამას ლონდონის მხრიდან სადამსჯელო ზომები მოჰყვებოდა, ფილადელფიაში სასწრაფოდ შეიკრიბნენ კოლონიების წარმომადგენლები და ბრიტანეთისგან გამოყოფა გადაწყვიტეს. 1775 წელს ფრანკლინი გახდა ფოსტის სახელმწიფო მდივანი. ის ქმნის და აშენებს ამერიკის საფოსტო სისტემას, რითაც უფრო მეტ ადამიანთან ავრცელებს ინფორმაციას. ბენჯამინ ფრანკლინსვე მიანდეს ამერიკის ბანკნოტის დაბეჭდვა და ის დაინიშნა პენსილვანიის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ. ინგლისელებს კოლონიების დასჯა საბოლოოდ ჰქონდათ გადაწყვეტილი. ფრანკლინი ცდილობდა ყველასთვის აეხსნა, რომ თავისუფლების მიღწევა მხოლოდ ერთიანობით შეიძლება. ამ დროს შექმნა თავისი ცნობილი გერბი, გაერთიანება ან სიკვდილი. ის ყველა შტატში ჩადიოდა და ხალხს არწმუნებდა ბრიტანეთს ერთად შეწინააღმდეგებოდნენ. ამ დროს გაიცნო ჯორჯ ვაშინგტონი, მომავალში ამერიკის პირველი პრეზიდენტი. ამავე პერიოდში ფრანკლინი აირჩიეს საიდუმლო კომიტეტში, რომელიც ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საფრანგეთთან ინგლისის წინააღმდეგ დახმარებისთვის. ფრანკლინის მცდელობები ამაო გამოდგა, მან ვერც კანადელები დაიყოლია თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩართულიყვნენ. 1776 წლის ივნისში 13 კოლონიამ გადაწყვიტა დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ცხადია, ინგლისი ამერიკის დამოუკიდებლობას ასე მარტივად ვერ შეეგუებოდა. ამიტომ ამერიკას ბრძოლაში მოკავშირე დასჭირდებოდა. ამჯერად ფრანკლინი საფრანგეთში ელჩად დაინიშნა, სადაც სწორი მიდგომებით შედეგიც დაიდო. 1778 წელს ფრანკლინმა საფრანგეთისგან ამერიკის აღიარება მოიპოვა.
ასევე ფინანსური და სამხედრო დახმარებაც მიიღო. 1783 წელს ინგლისისა და ამერიკის დაპირისპირება საბოლოოდ ზავით და ინგლისის მხრიდან ამერიკის აღიარებით დასრულდა, რაზეც ბენჯამინ ფრანკლინი წერს. ახლა კი ჩვენ დამეგობრებული ვართ ინგლისთან და მთელ კაცობრიობასთან. აღარასოდეს გამოგვეცადოს ომი, რამე თუ არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ საკმაოდ ხანდაზმულმა პოლიტიკისგან დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ ვინაცალა ქვეყანას ის ისევ სჭირდებოდა. 1787 წელს 13-ვე კოლონიის დელეგატები შეიკრიბნენ და კონსტიტუციის შექმნა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც ამავე წლის 17 სექტემბერს ამერიკის კონსტიტუციას მოეწერა ხელი. 1788 წელს ბენჯამინ ფრანკლინი საბოლოოდ გავიდა პენსიაზე. ანდერძით შეადგინა, სადაც არა მხოლოდ ნათესავებს, არამედ მშობლიურ ბოსტონს და ფილადელფიას დიდძალი თანხა დაუტოვა. ბენჯამინ ფრანკლინი გარდაიცვალა 1790 წელს, 84 წლის ასაკში.